მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-არს და უყურებთ მორიგებითოს ქართული ფეხბურთის შესახებ ვიდეო ესპანეთიდან ქალაქი ელჩე, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშს გამართავს ესპანეთის წინააღმდეგ. მანამ სანამ დაიწყებ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვ გამოიწერო GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონე ეს ვიდეო და ჩაუჯექი საქართველოს ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის წინააღმდეგ. წავედით. ესეც ჩვენი მატჩის დღე ელჩეში, წავედით ქალაქის ცენტრისკენ და კარგი ხალხი მინდა მანამდე გაგაცნოთ. თემური. გამარჯობა, თემური. ვიკა. ბაიჩო. და დავიწყოთ თემურას ჭადულათი, რომელიც ცხოვრობს ვალენსიაში და ვალენსიადან ჩამოვიდა ამ თამაშისთვის. სხვათა შორის ეს არის ჩემპიონური შეხვედრა. ეს უოქროესი ადამიანი გამოცნო ქოჩორა. სხვათა შორის მანამდე გქონია თუ მოწერილი და მაგრამ ვერ ვნახე მესიჯები. მასე სუხაზე ვარ. კაიხანია მოწერილი. და ეს ადამიანი ცხოვრობს ვალენსიაში და პირველ რიგში დავიწყოთ ის რომ შენი ქვეყნის ამდენი კილომეტრის მოშორებით რო ცხოვრობ და შენი ნაკრები ქვეყანაში ჩამოდის. ამას აი როგორი გზნობაა? არ ვიცი ახლა როგორი გზნობაა და როგორ გამოვხატო ეს, მაგრამ გული ფეთქავს რა. არ ვიცი. და იმედია რომ ჩვენები დღეს გაიმარჯვებენ. კი, ესპანეთის ნაკრები ყველაზე ალბათ სოფლიოში დღეს საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ ჯერა ჩვენ ბიჭების და ჩვენი იქნება გამარჯვება. ორი ადგილია ისეთი ვალენსიაში, რომელსაც ქართული ხალხი ხელს უნდა ესტუმროს. მე ერთში ვარ ნამყოფი. ერთი არის ბათუმი, რომელიც არ ვარ ნამყოფი, ქართული რესტორანი, ასე რომ ვინც ვალენსიაში მოხვდებით ან ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა ესტუმროს ბათუმს და გემრიელი ქართული კერძები დააგემროთ და მეორე არის ლეგენდა, სადაც ისეთი გემრიელი სუში კეთდება და არა მარტო მეგობრებო. არა მარტო სუში. არა მარტო სუში, აი ყველაფერი გემრიელი და რამდენი წელია საქართველოსთან წამოსული ხარ და რამდენად რთულია? საქართველოს, 3 წელი აქვს ცხოვრობ და 3 წელია წამოსული რო ვარ იქიდან და სირთულეზე რაც გეტყვი ახლა. ჩემთვის არ არის საზღვრები, არ არსებობს. ჩამოვედი როგორ გითხრა, მინდოდა ხინკალი რო ყოფილიყო ყოველდღიურად აქ ვალენსიაში და გავაკეთე რა. ხო და სუშიც მიყვარს. ხო და ვიცოდი რომ გაგიცნობდი შენ, საბაბო. კი და ვიცოდი რომ შენ გიყვარდა სუში. კი ბატონო. მანამდე იძახოდე ყველაზე გემრიელი სუში სად არისო? თბილისში, ერედისონში, ხო და ახლა დღეს რა სიტყვი? არა, აი ლეგენდაში. არა, ამდე რეკლამა არ გავაკეთებ. არა. მოდი ეს ვთქვა და ვალენსიაში ვინც მოხვდებით ესტუმრეთ ამ ადგილს და დანარჩენი მე უკვე მოიწერეთ კომენტარებში და ჩვენთან ერთად არის კიდევ ერთი ჩვენი ქვეყნის შვილი. გადავცეთ მას მიკროფონი, ხო უმართვი. ნიკა კეულიშვილი. რომელიც რამდენი ხანია რომ გიყვა შენზე, რამდენი ხანია წამოსული ხარ? 9 წელია ოჯახთან ერთად წამოვედი აქეთ და აი მოღვაწეობა ძიუდოთი დავიწყე საქართველოში. მე და ჩემი ძმა ერთად დავიწყეთ ვარჯიში და აქეთ გავაგრძელეთ ეს ყველაფერი, ესპანეთის ჩემპიონები გავხდით. და ეხლა მოღვაწეობა ესპანეთის სახელით გამოვდივართ სხვადასხვა ტურნირებზე რა. შენი ძმა ხარ საქართველოში? კი, ნაკრებთან. კი, წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდივართ იქით, ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს ეხლა ნაკრებთან ერთად საქართველოში და სულ გვინდა რომ იქით ვიყოთ მაინც და აქეთაც რა. ახლა აქ მშობლებს მოუწიათ გადმოსვლა და გადმოსვლა მოგვიწია აქეთ. და ძიუდოთი მაინც გვინდა რომ მივახციოთ. ქართულს არ ვივიწყოთ. არა, თქმა უნდა. სულ იქით ვართ. რა ფორმა გაცვიეთ? მე მგონი ეს იყო ხო მე ვიცი რომ ქოჩორას ბოლო ფორმა არის. კი ბატონო, მე ვიცი რომ თამაშებზე იქეთ დადიოდით. კი, ბოლო თამაშიც ვიყავით ქოჩორასში და იქ გაგიცანით შენც. დღესაც ვფიქრობ თამაში. დღეს ძალიან რთული თამაში იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ რომ საქართველოს უნდა მოუგოს ესპანეთს. აი ბრძოლამ და უნდა მოუგონ კი აბარა. ეს დანაკლისი ალბათ ვაით. დანაკლისი დიდია ესპანეთის და კი. ჩემი აზრით 2-1 უნდა მოიგოს საქართველოს. აი ეს აქ ცხოვრები ქართველის, აი საქართველოს როგორ იცნობენ ესპანეთში? შენი მეგობრები თუნდაც აი სპორტის მხრიდან ახლა ილიას მხრიდან, თოფურიას მხრიდან ძალიან გაიცნეს საქართველოს ნიკო შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში და აი ძალიან გაიცნეს მაგათ მხრიდან საქართველოს მამარდაშვილის მხრიდან, ქოჩორაშვილის მხრიდან, სპორტის მხრიდან ძალიან ყველა კარგად იცნობს და ეხლა მე და ჩემი ძმამაც ჩვენი ღვაწლი გვინდა რომ მაგაში ნელ-ნელა ჩავდოთ. აუცილებლად და გულშემატკივროთ მთელი გულით. აი ხარი.
nada, que yo creo que es un partido que puede estar reñido y que Georgia tiene jugadores de bastante calidad y que puede meter en aprietos al equipo de La Fuente. Sí, la verdad, las bajas de la selección, Yamal, Nico, son bajas importantes, pero a ver, yo creo que España es un equipo con un gran fondo de armario y que pese a que son unas grandes bajas, yo creo que España es un equipo muy completo y con gran fondo de armario que puede aún así ganar este partido. ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მატჩამდე ქართველი ურშფოთრის განწყობა როგორია? სიმართლე გითხრა, მე როგორც ყველა ქართველი ალბათ მაინც სუბიექტური ვიქნები და ვისაც არ უნდა ხვდეოდეს, საქართველოს მაინც მოგებას ველოდები რა და მიუხედავად მით უმეტეს დანაკლისი აქვს ბევრი ამ ესპანელებს და დღეს აუცილებლად მოვიგეთ და ჯორჯი გაიტანს გოლს. ეხლა სუბიექტურად ვისაუბრეთ, აი რეალისტურ სცენებში როგორ სცენებს წარმოიდგენთ? რეალისტურადაც არ არის შორს, მაგალითად რავი, ედრი თუ არ იქნება მით უმეტეს სიმართლე გითხრა, უილიამსის და იამალის მერე მაინც ედრია ჩემთვის ყველაზე ძლიერი ესპანეთში და თუ კი ესეც არ ეყოლა და ან შეზღუდული დრო ითამაშა, მე მაინც გონია რომ დღეს მოვიგეთ რა. საიდან ჩამოხვედით საქართველოს საბჭოს შემადგენლად? შტუტგარტში ცხოვრობ, გერმანიაში და ჩამოვედი საქართველოს, მაგიტომ რომ სადაც ჩადის საქართველოს თითქმის ყველგან იქ ვარ, ერთი ჩეხეთში ვერ მოვახერხეთ ჯამოსა, თორე დანარჩენი პოლონეთში ვიყავი, ყველგან ვიყავი გასვლები სადაც. გავამარჯოს საქართველოს. თუ ოდესმე უნდა მოუგოთ ესპანეთს ოფიციალურ თამაში, ვფიქრობ რომ დღეს არის ამის ყველაზე კაი შანსი. და რატო? ნუ ესპანეთის დანაკლისის ფონზეც, პლუს კიდე საბედნიეროდ გაგვიმართლა და ხვიჩაც მწყობშია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თამაშები გამოტოვა PSG-ში და ვფიქრობ რომ 2-1 მოვიგეთ. შენს და ეს 7-კაციანი დანაკლისი ამდენად შეიძლება აისახოს ევროპის ჩემპიონების თამაშზე? 7-კაციანი დანაკლისი ძალიან მნიშვნელოვნად უნდა აისახოს, პლუს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლია, იამალი. თან როგორც დღეს გავიგე, პედრიზეც რაღაც მთლად წყობაში ვერ არის და მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გამოყენება მაგ უპირატესობის და უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. მეგობრებო, მოისმინეთ კომენტარები. ესპანელები რა თქმა უნდა ფიქრობენ, რომ ისინი მოიგებენ ამ თამაშს და ლოგიკურია რომ ეგრე ფიქრობენ. რაც შეეხება ქართველებს იმედი აქვთ და იმედი გვაქვს ამ დიდი დანაკლისის ფონზე რომ შეგვიძლია მართლა ავიღოთ ქულა ესპანეთში. თან ძალიან საჭიროდ რომ სატურნირო ცხრილიდან გათვალისწინებთ, სატურნირო ცხრილის გათვალისწინებთ. ზოგადად მე როგორ ვარ ეგრე ალბათ ძალიან ბევრი. ვისაც არ უნდა ხვდებოდეთ თამაშის დღეს თუ გითხავ რას ვიზავთ მოვიგებთ. რა დანაკლისიც არ უნდა ხვდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი განწყობა თამაშამდე. მივდივართ უკვე სტადიონისკენ და ენერგია მჭირდება შორის და ქართველების საყვარელი წყალი, რომელიც მუდამ ჩემთან არის. საბედნიეროდ ნაბეღლავი დავიმუხტები ახლა აი ეს ხმამეცა. გადავრჩი დავიმუხტები და ძალიან გრძელი თამაში გველოდება, სტრესული ასე რომ იყოთ დამუხტული ენერგიებით. სტადიონთან ვართ უკვე, ამდენი ხალხი ელოდება გუნდების მოსვლას, აი აქ უნდა ჩამოვიდეთ ავტობუსმა კლუბების და ხედავთ რამდენი ხალხი ელოდება ესპანეთის ნაკრების მოსვლას, ესე რომ ვთქვათ. სტადიონზე ვართ უკვე მეგობრებო, ჩემსგან ხედავთ სტადიონს სადაც თამაში გაიმართება. საკმაოდ კარგი სტადიონია, განსაკუთრებით არა თავარი ქალაქისთვის და ეს არის სწორედ ესპანეთის და დიდი ჩემპიონატების ფუფუნება, რომ ტოპ გუნდების გარდა სხვა გუნდებსაც ძალიან კარგი სტადიონები აქვს. ეს აქ უმასპინძლებს ესპანეთი, საქართველოს ნაკრებს, მალე გუნდებიც მოვლენ და ბევრი აღარ ზარჩა თამაშის დაწყებამდე.
თამაშის დაწყებამდე დარჩენილია დაახლოებით 9 საათი, გუნდები ხურდებიან ჩვენს უკან. ვილისანიოლი კი დაუბრუნდა ხუთწოლიან ტაქტიკას, როგორც ეს იყო ევროპის ჩემპიონატის დროს. კაშოთ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. ნახოთ როგორ გამართლებს ეს ცვლილება, გოჩოლეშვილი მარცხენა ფლანგზე დგას. ველოდები კომენტარებში თქვენას, თქვენთვის რომელია იდეალური ფორმაცია საქართველოს ნაკრებისთვის სათამაშოდ. ეს არის ქართველების ტრიბუნა. საიდანაც დღეს ჩვენს ნაკრებს უგულშემატკივრებენ და დარწმუნებული ვარ, რომ მოგობა არ მოაკლებათ ჩვენს ბიჭებს. საკმაოდ ბევრი ვართ და დარწმუნებული კიდე მოვლენ ჯერ დრო არის თამაშამდე. საჯმა ვიდეო რეფერიზე პენალტი არ დადო. მე-7 წუთი ძალიან კარგი. აია. სამწუხაროდ მატჩის 24 წუთზე ესპანეთი დაწინაურდა. ერემი პინოს გოლით იგებენ მასპინძლები. ამ გოლში შესანიშნავი იყო პედრი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია მთელ მსოფლიოში და აი დახატა რასაც ქვია პასის დროს. მაგამდე კარგად ვიდექით დაცვაში, თუმცა ეხლა უკვე 1-0 მოგვიწევს ცოტა ცდელობები შეტევაში. სამწუხარო სიტუაცია რთულდება 22 წუთზე პენალტი საქართველოს ნაკრების კარში. ფერან ტორესო თამაშის დარღვევისთვის ამოწევს ხა ვიდეო რეფერი. ამოწევს ვიდეო Bravo!
მამა. ბრავო გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ჩვენი ნაკრებისთვის ფსიქოლოგიურად შესაძლოა უმნიშვნელო რაღაც გააკეთა 27 წუთზე Ferran Torres პენალტი მოუგერია, 27 წუთზე დადებული პენალტი და ნახეთ რა ემოციურად აღნიშნა 5 წუთის ინტერვალში 2 გოლი გაგვეშვა, ალბათ ჩვენი ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშლებოდა. მადლობა მამართ. თამაში გრძელდება, თუმცა საჯარიმოსთან ახლოსაც ვერ მივდივართ 30 წუთის განმავლობაში. და ველოდებით ჩვენ შანსს. პირველი ტაიმი დასრულებულია 1-0 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ. და შეიძლება ეთქვას პირველ ნახევარზე ესპანელთა დომინაციით ბედნიერები ვართ, რომ მხოლოდ 1-0 დასრულა, იმიტომ რომ ჩვენი ტაქტიკა ისეთი იყო, რომ რა თქმა უნდა დაცვაზე ვფიქრობთ, ამ შემადგენლობით სხვა მეტი არც არაფერი ითქმის, მამარდას მადლობა რომ გადაგვარჩინა. იქ მეორე გოლის გაშრომა იქნებოდა კატასტროფა ჩვენი ნაკრებისთვის. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი, მადლობა აჭარაბეთს, რომ გვეხმარებიან არხის განვითარებაში. ახლა კი წამოდით და ვნახოთ რა გველოდება მეორე ტაიმში. ველოდებით სულილებებს. მეორე ტაიმის სტარტზე ესპანელმა ძალიან გაზარდეს ზეწოლა. 4 ჯერ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის საშუალება. ხან მამარდამ გადაგვარჩინა, ხან ძელმა, მოკლედ ძალიან მოუმატა სამწუხაროდ ესპანეთმა მეორე ტაიმის სტარტზე და თურქებიც იგებენ ბულგარელებთან. უკვე მივხვდი იმის, რომ პირველ ტაიმის შემდეგ ანგარიში იყო 1-1 იქ. ალბათ უნდა მე-14 წუთია ცვლილებებიც მალე იქნება ალბათ. აზრი არ აქვს, სასწაული ჯარიმა გაგვიტანეს. ოიარსაბალმაც აციათ ძალიან ახლო მანძილიდან, თუმცა ძალიან ძლიერი და უზუსტესი დარტყმით. მეორე ტაიმში ჩართეს არ ვიცი. მატჩი დასრულებულია 2-0 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ. სამწუხაროდ უშანსოდ წავაგეთ. ამოდით მეგობრებო, ხა მიქსონაში წავიდეთ. იმედია მოგვეცემა ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალება. და თამაშზე უშუალოდ მიქსონაში გაკეთებული კომენტარების შემდეგ ვისაუბროთ, ჩემას მოგახსენებთ და შემდეგ უკვე განვიხილოთ თამაშიც, ის რომ ეხლა წავუმყევით მიქსონაში. კიდე თამაში რო შეაფასო, ისეთი შაბეჭილება დაუჭა თამაშის ყოველდღიურობას, ვინც ესპანეთია, თუმცა ისეთი შაბეჭილება გარჩა თქოს თამაშობს უბრალოდ რაც შეიძლება ნაკლებით რო წაგვეძო, რა იყო მოსალიზავალება თამაშის. ნუ რა თქმა უნდა ესე არ იყო, გვინდოდა რომ კონჩეტებებზე აგვედო თამაში და სწრაფი გადასვლები ქონდა და ეს შეგვეწუხებინა მეტოქე, მაგრამ ვერ შევძელთ, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო რთული ხდებოდა ეს. მაქსიმალურად ვცდილობდით სივრცეები შეგვეზღოდა, მაგრამ ძალიან ქვევით გვიწევდა ჩასვლა. ფაქტიურად
ბურთის მოსაპოვებლად ორთაბრძოლაში შესვლა ძალიან რთული იყო და ბურთის მოპოვება იყო რთული. შესაბამისად გადასვლებიც არ გამოგვდიოდა დასანანია, რა თქმა უნდა, რომ ესე წარიმართა თამაში. მორალურად შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშთან წაგვეგო და მამართან ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერია, ბურთების შეფარდება ვიცით რომ მნიშვნელოვანია და სხვა რაფერი დაგვრჩენია რომ იმის გარდა რომ მოვემზადოთ შემდეგი შეხვედრისთვის რომელიც ძალიან მალე გვაქვს და რომელიც არის ჯგუფის მთავარი შეხვედრა წავალობთ. ხდება ცვლილებები ჩვეულებრივი მომენტია თამაშზე, არანაირი არ მაწუხებს, კარგად უცნობ თავს და სადუქნები შემდეგი შეხვედრის. თურქეთთან რას უნდა რთული თამაში იქნება, თამაში ყველა რა თქმა უნდა რთული თამაში იქნება და აუცილებელია რომ სწორად დაგეგმილად კარგად ზუსტად შევარჩიოთ განწყობაც და იმიტომ რომ ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობის თამაშია და რა სირთულის თამაში გველოდება წინ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვამზადოთ, ბევრი დრო არ გვაქვს თამაშიც მაქსიმალურად უნდა გავაანალიზოთ წინა თამაშის უფრო მეტად ალბათ რომელიც თურქეთთან რა არისო კარგი და რა იყო კარგი რომ მაქსიმალურად უფრო კარგად ვიყოთ მზად მოედანზე და ჩვენი რესურსი რაც გვაქვს მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ რომ მოვიგოთ შეხვედრა. რთულია ეხლა მიზეზებზე საუბარი ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ნაკრებს ვეთამაშეთ. მაგრამ ჩვენ არ გქონდა თითოეულ ჩვენთანგას ჩვენი საუკეთესო თამაში და ვფიქრობ რომ ამან განაპირობა მეწილად ყველაფერი. შესვლის დროს ვილის მითითება რა იყო საინტერესოა? ძირითადად ვცდილობდით რომ სამი ნახევარმცველი ვინც თამაშობდით ზონები გადაგვეკეტა და ის ნახევარმცველები ვის წინააღმდეგაც თამაშობდით მეწილად უკან დაგვიხია და უკან მიგვეცა მათთვის საშუალება რომ უკან ითამაშოთ. მატჩის მერე გასახდელში რა ითქვა გაგნი? რთული წაგება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ უმთავრესი თამაში წინ გველოდება და იმ თამაშში უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი შანსები შევინარჩუნოთ ევროპა მსოფლიოზე გასვლას. ის ხარჯი შეიძლება მივაღწიოთ. შემდეგ თამაში, რა თქმა უნდა, გუნდურობის და ერთმანეთის რწმენით. ძალიან რთული თამაში გამოდგა, ყველა ვნახეთ, აკლდათ ფეხბურთელები, მაგრამ ყველა პოზიციაზე ყავთ თითო შემცვლელი, ასე ვთქვათ. ჩვენ უბრალოდ ჩვენ თამაშზე უნდა გავკეთებინა კონცენტრაცია, ყველა მიცით რომ ესპანეთის ძლიერი გუნდია და ექნებოდათ მომენტები, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვფიქრობ რომ ბურთით უფრო მეტის თამაში შეგვეძლო, უკეთესად თამაში შეგვეძლო და დღეს უბრალოდ ჩვენი შეგვიძლია რომ თურქეთისთვის მოვემზადოთ, დავიწყოთ ეს თამაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჩვენი ადგილისთვის მსოფლიოზე თურქეთთან მომდევნო თამაშია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იქ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი არის პედრი, ვისთანაც მითამაშია ნახევარდაცვაში. უბრალოდ ეს მარტო პედრის არ ეხება, მთლიანად გუნდი არის ძალიან ძლიერი და ძალიან კარგი სისტემა აქვს, იმიტომ თამაშობენ ესე ადვილად და ესე კარგად და რა ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. უბურთო ცირბილი ალბათ ყველაზე ისეთია რა, რაც არავის არ მოსწონს. და ვფიქრობ რომ აი ჩვენ რო გვეთამაშა ოდნავ ბურთთან ერთად უკეთესად, ვფიქრობ რომ ესეთი შედეგი არ იქნება. შეიძლება და წაგვიგო ვერასდროს ვერ იტყვი რომ მოიგებ თუ წააგებ, მაგას ვერასდროს ვერ დაფიქსირებ, უბრალოდ ჩვენი უნდა გვეცა და უფრო მეტად და უფრო კარგად. ფეხბურთი ზოგადად ცოტა რთული სპორტია, იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება მომენტები შექმნა და თამაში დასრულდეს 6-7-0 ესეთი დონის ნაკრებთან. შეიძლება საერთოდ მომენტი არ გქონდეს და 2-0 მოჩის. ნუ რა შემიძლია ვთქვა, ძალიან ცუდი თამაში იყო ჩემი აზრით. უბრალოდ ერთადერთი კარგი ის იყო, რომ როდესაც გაგდის 2 გოლი, რთულია, რომ ფოკუსი არ გაგეფანტოს რა. დაცვაში გავაგზავნეთ კომპაქტურად თამაში, რაც იმიტომ რომ მნიშვნელობა შეიძლება გქონდეს გატანილ ბურთებსაც. იქიდან გამომდინარე თუ ჩვენ კარგ შედეგს მივაღწევთ გასულ თამაში თურქეთთან, გატანილ გოლებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა გქონდეს და ესეც კარგი ფაქტია, მაგრამ თამაშს რაც შეეხება, უნდა დავივიწყოთ აუცილებლად ეს თამაში უნდა გადავერთოთ. დღეიდანვე ფიქრი უნდა იყოს 100% თურქეთის მატჩზე, იმიტომ რომ ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, უნდა ჩავიდეთ თურქეთში, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ საქართველოს ნაკრების ისტორიაში, უნდა ვცადოთ მინიმუმ. წმენის ხარჯი შეიძლება ბედნიერები ვიყოთ თურქეთთან თამაშის მერე. ჩვენ უნდა გვწამდეს იმის, რომ შეგვიძლია თურქეთთან გამარჯვება არ აქვს მნიშვნელობა გასვლაზე თამაშობთ თუ სახლში. ჩვენ საქართველოს ნაკრები ვართ. ფიქრობ, რომ თურქეთზე არანაკლებ ძლიერები ვართ, ამიტომ წმენით უნდა ჩავიდეთ, მაქსიმალური უნდა დავდოთ სტადიონზე
და საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ საქართველოს ბოლო დროინდელი თამაშებთან შედარებით. თავიდან არ ვიცოდი, საერთოდ ინფორმაცია არ მქონდა კომაგები რამდენი იქნებოდნენ, მაგრამ როგორც კი შევედი სტადიონზე, უეცრად ხმა ვიგძენთ რა ბიჭებმა დავილაპარაკეთ და რო ვხედით, აუ რამდენი ყოფილან თქვა ყველა მე თქვით და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ისმოდა ხმა, მართლა ისმოდა ხმა. მით უმეტეს სავსე იყო სტადიონი ესპანელებით, მაგრამ ხმა ისმოდა ქართველების და ყველაზე სასიამოვნო იყო არა მარტო კომაგები, არამედ ამდენ ესპანელ გულშემატკივარს შორის ყველგან შეგეძლო შეგემჩნია საქართველოს დროშა და ეს ძალიან სასიხარულოა და ძალიან დიდი მადლობა მათ და ვთხოვ რომ ჯეროდეთ ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ ყოველთვის და ვეცდებით თურქეთთანაც იგივე გავიმეორებთ. ძალიან რთულია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მით უმეტეს გასვლაზე თამაში, ძალიან რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ მათ ფეხბურთელები, მაგრამ ისეთ ფეხბურთელები არიან სხვაებიც, რომ არაფერი არ დააყდა ჩემი აზრით. აკონტროლებდნენ თამაშს, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ და საბოლოოდ დავმარცხეთ. კი, რა თქმა უნდა, ვალენსიის რეგიონში ვარ და ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი ჩემთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად აქ დაიწყო ჩემი ევროპული კარიერა და დიდი ნაბიჯი გადავდგი იმისთვის, რომ ყოფილიყავი დღეს ვიცვარ, ასე რომ კი რა თქმა უნდა ემოციური იყო ჩემთვის ყველაფერი. კი, ვიცნობ ფერანს და უბრალოდ ფიქრობ, რომ არ იყო ეს პენალტი, რაც დანიშნა საჭმა და უბრალოდ ეს აღნიშნე, რომ რადგან ფიქრობ, რომ არ იყო, ეს ემოციურად იმიტომ აღნიშნე და შემდეგ ფერანთან მივედი და უბრალოდ ამ ემოციისთვის უთხარი, რომ ეს უბრალოდ ემოციაა და არაფერი განსაკუთრებული. კომუნიკაცია უნაისი მომთან თამაშის შემდეგ უნაისაც ვიცნობ, მაგარი მეკარია და ძალიან კარგი პიროვნებაა და არაფერი როგორც ყოველთვის მომილოცა დღევანდელი თამაში იმიტომ რომ კარგად ვითამაშე და მეც უთხარი რომ წარმატებები გავაგრძელოს რასაც აკეთებს და ეს იყო და ეს. კარიერაში გადამწყვეტი ამაზე სულ პასუხი და კი, რა თქმა უნდა, თურქეთთან გველოდება რთული და გადამწყვეტი თამაში. უკვე ვთქვი რომ რთული თამაში გველოდება, იმიტომ რომ მათი გულშემატკივრები ალბათ მათთვის უფრო მუხტი იქნება, ვიდრე ჩვენთვის და რთული თამაში იქნება. უნდა კარგად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი თამაში, რაც დღეს ვერ ვაჩვენეთ სამწუხაროდ. ბაბა, პირველი პენალტი იყო ნაკრებში ღია თამაშიდან, რაც მოიგერია. ანალიტიკოსების როლზე და შენი მომზადების დონეზე, რომ თქვათ, ფერანს ორი პენალტი ჰქონდა, ხო და? ჩემ წინააღმდეგაც ჰქონდა ერთი დარტყმული, ბარსელონას როცა ვეთამაშებოდით ვალენსია, გაფუჭებული ჰქონდა საპირისპირო კუთხეში და დღეს დაარტყა. და ალბათ ეს ყველაფერი იყო განმწყვეტი, რადგან ვფიქრობდი, რომ ახლა მეორე კუთხეში დაარტყმა. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი ესპანეთიდან დასრულებულია. მოისმინეთ ფეხბურთელების კომენტარები. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელი რო ვიყო და ესეთი თამაში წავიღო, მართლა არ ვიცი რას ვიტყოდი. მე ესეთი ცალკე თამაში საქართველოს ნაკრების შესრულებით არ ვიცი, მე მგონი არ მახსენდება. ესე რომ ჩაუვжде და ვიფიქრო, ალბათ გამახსენდება, მაგრამ ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ანუ აი თიკოს ტაქტიკა ისე იყო, რომ შევა ნაკლები გული გაგვეშვა. თუმცა რა ვიცი, ძალიან დიდი სული მაქვს, რომ ამ ორ თამაშში ავირჩიეთ თურქეთთან თამაში და იქ სულ სხვა ვითარება დაგვხდება. და ის არის მოსაგები თამაში აუცილებლად. თქვენი კომენტარები მაინტერესებს. რო შეაფასოთ რა სიტყვით ამ თამაშს თქვა არ გითხავთ, მაგრამ რა მოლოდინი გქონდათ და საბოლოოდ რა მიიღეთ, აი კომენტარებში განვიხილოთ და ერთი იმისი მედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს დადებიდან, რა ვიცი, 3 დღეში ძალიან ბედნიერები ვიქნებით და უკვე გამარჯვების ლოგით დაგიბრუნდებით. ვთხოვთ, რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი მეგობრებო, აქედან მივდივართ თურქეთში. მოიწონეთ ეს ვიდეო, დატოვოთ კომენტარები და მომავალ შეხვდრომდე აბა კარგად დროებით.